დღეს ჩვენს პირველ ბლოკში ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს. ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. არაერთ სხვადასხვა თემებზე ყავდა ბესო მოწვეული, მაგრამ დღეს ბესო ისაუბრებს ძალიან საინტერესო თემაზე, იმიტომ რომ ბესო ასევე არის დოკუმენტალისტი და მას აქვს იმდროინდელი ამბების, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია შეგროვებული და არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ბესოს დიდი ბაბუა, ბატონი გიორგი ჩუბინიძე 1921 წელს კოჯრის ბატალიონთან ერთად იბრძოდა და ბესოც არ არის გასაკვირი, ბაბუას ყვალს გაყვა და ბესო არის აფხაზეთის ომის ვეტერანი. ძალიან ბევრი საინტერესო გველის წინ და მოდით მოვიპატიჟოთ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ბესო ჩუბინიძე, ბესო მობრძანდი. გილოცავ ბესო დღევანდელ დღეს. გილოცავ ნატუკა და მთელ საქართველოს მიულოცოთ, მოდი აქედან ეს ალბათ ყველაზე ხო დავფიქრდი, უცებ დავფიქრდი, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მართლა ძალიან ღირებული დღე და მე არაფერი არ მაქვს დასამალი დღევანდელ დღეს 10 მაგა და 100 მაგათ ნერვიულობდი, მიჩვეული ვარ პირდაპირ ეთერს, მიჩვეული ვარ პრემიერებს, მაგრამ დღევანდელი დღე იყო ჩემთვის ძალიან რაღაცა ისეთი კარგად სანერვიულო და საპასუხისგებლო. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი ანრი რო არ მყავს გვერდზე, ალბათ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოვიკითხავ და მემჯერა რომ მალე ისევ ჩემთან ერთად იქნება. პატარა პრობლემები ყველას გვაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ანრი გვიყვარხარ და აქედან გილოცავ დღევანდელ დღეს. აუცილებლად კი ეს არის დღე, რომელიც ბევრი მიზეზის გამო არის საპასუხისმგებლო, განამარტო თავისი შინაარსიდან გამომდინარე ნატუკა. ისტორია აგებული. ისტორია გეთანხმება. შენ არ ვიცი ხა ყველა მიცის ეს მუხრან მაჭავარინეს ესლე ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელზეც მუხრანმა დაწერა რომ კოლუმბი რომ შუა ზღვაში ამერიკას დაეძებდაო, მაშინ ქართლში ვახტანგ მეფე კანონების კოდექსს წერდაო და როდესაც რუსმა ხალხმა ძლივს ისწავლა ანიბანი, შოთა მაშინ დაამთავრა თავის ვეფხის ხალხსანი. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვარ და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, გამოცხადების დღეზე ვსაუბრობთ. სხვა შორის აქვე ბოდიში განმარტო ძალიან ბევრს ერევა. და დღესაც აი მილოცვებში ბევრგან წავიკითხე სოციალურ ქსელებში რაღაცებში, აი გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს არა მეგობრებო. კი ბატონო. 9 აპრილი აღდგენის დღე 91 წლის ბატონ ზვიად გამსახურდიას მეცადინეობით, უზენაეს საბჭოს მეცადინეობით და 26 მაისი 1918 წლის 6 საათი წუთი არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ნოე ჟორდანიამ როდესაც გამოაცხადა. ბესო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შენ არაერთ თემაზე იყავი ჩვენთან მოსული და ეს ძალიან უცნაური არის დღეს, იმიტომ რომ შენ ახლა დოკუმენტალისტი და გაქვს ძალიან საინტერესო მასალები შეგროვილი, ხო, მკვლევარი ხარ და აი მოდი ვისაუბროთ 26 მაისზე. იმ დროიდან წამოვიდეთ, რა ხდებოდა მაშინ, რამდენად სიმართლე იყო ჟურნალისტებში, რა იყო ტყუილი, რა ხდებოდა, აი ყველაფერი მაინტერესებს. ნატუკა ეს მართლა ისეთი თემაა, რომელიც აი ბავშვობიდან მაინტერესებს, აი რისი შეგროვება შეიძლება, ყველაფრის შეგროვებას ვცდილობდი 88 წლიდან მას შემდეგ, რაც ეროვნული მოძრაობის პირველმა სიომ დაუბერა, ასე ვთქვათ, ეს იყო 1988 წლის ნოემბრის აქციებიდან. და სხვა შორის მე მაქვს მე კადრებშიც ნახავთ ალბათ 88 წელს რო უკვე 13 წლისამ შევაკერინე ჩემთან ქალაქ რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე საქართველოს ეროვნული დროშა. დღესაც ცოცხალია ის დროშა და სულ თან მაქვს სადაც კი შეიძლება რომ როგორც შენი ასე ვთქვათ რაღაცა საფიცარია ეს დროშა. მე ომშიც კი ემქონოდა აკოფში ბიჭებთან ერთად მაგ დროშით გავდიოდი და ძალიან საპატივცემულო რაღაცაა ეს დროშა. სამფეროვანი ჩვენი ძველი დროშა, სახელმწიფო დროშა. ხო, აი აქედან მოყოლებული, ხო? მე დამაინტერესა და მაშინ გავიგე 26 მაისის შესახებ არც ისტორიის წიგნში გვეწერა არსად ეს ჩვენ გაზრდილი ვართ 1921 წლის 25 თებერვლის ბავშვები ვართ ასე ვთქვათ და სადღაც ხო უნდა გაგეგო ეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მაშინ გავიგე ზვიადის და მერაბის ეგრეთ წოდებული ათაქვეშა გაზეთებისგან რომელსაც სინკის კავშირი უშვებდა ესეთი ხელნაწერი გაზეთების სახით და მე რომ მეც რომ მივბაძე ჩემი ხელნაწერი ჟურნალები და გაზეთები. ეგ ძალიან საინტერესო იცი მე რა მაინტერესებს ეს აი ეს შენი ინტერესი ხო არ იყო ისიც რომ როგორც თქვი შენი დიდი ბაბუა 1921 წელს იბრძოდა კოჯრის ბატალიონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. აი ეს ხო არა რომ მე ოჯახშია ეს გადმოცემით. მე გეტყვი აი მამაჩემმა როცა ეს ამბავი მამაჩემი ხო გიყურებს და თვითონ ისტორიის ფანატია ეს კაცი რა არ ვიცი ხა და ალბათ მაგის
მიზეზი ბატონო, ოჯახიდანაც მოდიოდა რასაკვირველი. ხა არ შემიძლია თავდაბლობა, მაგრამ ასია და რა ფაქტია, ფაქტს ვერ გაექცე. არის კაცი, რომელსაც უყვარს ისტორია და რომელსაც უყვარს საქართველოს ისტორია და როცა ეს ამბავი ჩვენ აღმოვაჩინეთ არქივებში, რომ აი გადადიქით ნიკოლოზი ერქვა ჩემს ბაბუას, ნიკოლოზის მამის მამა გიორგი ჩუბინიძე, გენერალ მაზმიაშვილის კოჯრის ბატალიონის მე თქვი როგორ ჩავჭიდოთ რა მოდი ამ ყველაფერს ხელი და სამწუხაროდ ეხა წყაროები რომელსაც ჩვენ ვაკლებთ ახლა დოკუმენტურ წყაროებზე მაქვს საუბარი არ არსებობს ფოტომასალები და არ არსებობს კინომასალები ხო საერთოდ ძალიან მწირი თემა იყო მაშინ იყო უბრალოდ მწირი და მივედით იმ მოცემულებამდე რომ გიორგი ჩუბინიძე აქვე ვაღიარებ არ მახსოვს ვისიძე იყო აი კოჯრის ბატალიონის მებრძოლთა სიაში და საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის 21 თებერვალს ის დაიღუპა ეს იყო როგორი გამოძახილი იცი მე მამაჩემს ვეუბნე მე თქვი მამა მაშინ შენ რაღაცო გაგიკვირდა რომ მე 93 წელს ომში გავიპარე მოხალისე 17 წელსა საქმეს მაგაში არაფერი არ გამკვირვებია აი ეს იყო პასუხი და იცი როგორი მომენტია ალბათ ჩემნატუკა ეს ყველა ქართველის ყურე ქართულად გაზრდილი ქართველის სულში დევს ეს ყველაფერი თორე დღეს ბევრი ვიზდებით ევროპულად ბევრი ვიზდებით აზიურ იზრდებიან უпростоრეთ რაღაც მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენი გენეტიკური კოდი ქართული აი ამ გენეტიკის კოდის განადგურებას ემსახურებოდა შახავაზთან დაწყებული დამთავრებული დღეს ვინც ყავს მტრები გარშემო ყველა იმით დამთავრებული და ვერანაირად ვერ გაიგო რომ გენეტიკური კოდის ჩაკლა მოკლა და განადგურება არის შეუძლებელი და ნუ აი ალბათ ეს გენეტიკა იყო და რაც შეეხება იმ თემას კვლევებში რო წავედი მასალები აი ეს მაინტერესებს 88 წლიდან დავიწყე ამის შესწავლა მე დაიწყო უკვე წიგნები 99 წლის 9 აპრილის შემდეგ უკვე ბევრი გამოვიდა არქივებში არაფერი არ იმალება უკვე საჯარო ბიბლიოთეკა გავიგე რა იყო 13 წლისამ და იმ საჯარო ბიბლიოთეკაში ჩაუჯექი ამ ყველაფერს გამოვიწერე ის გაზეთები მარტო აკეთებდი ამ ყველაფერს აი ვიღაც არ იყო ვისაც კითხავდი არა მარტო აკეთებდი ნუ მამაჩემა მითხარ რომ არსებობს შვილო ეს საჯარო მამაჩემ მუშაობდა არ ქონა ამის დროს რაღაცეების და მე მქონდა სხვა შორის მაშინ შეიძლება გაგეცინოს რომ 8 მმ-იანი ფირებზე არსებობდა არ გამეცინება მეც მაგ სახში ეგ 8 მმ-იანი ფირები აი ესე დახურული სპეცოპლასტიკი და მე მქონდა ამის კამერა მაჩუქეს მშობლემ აი დასაკოქი მეც მქონდა ვერცხლისფერი და რაღაცა კამერა გვერდან დასაკოქი ერთი თაობა ვარ რა კი ბატონო არ გაგიკვირდა ძვირფას ვაყურებლებო და აი ამ კამერას ძალიან ბევრი რაღაცაა გაკეთებული და გადაღებული 8 მმ-იან ფირებზე და ერთ-ერთი იყო ზუსტად ის საჯარო ბიბლიოთეკა რომელიც მაშინ პირველად გავიგე რომ 13 წლისამ ხატუნაც რომ არსებობდა აი ეს არქივებში გამოწერა იქ წავიკითხე ვინ იყო ნოე ჟორდანია იქ აი მე რაც წლები გავიდე ხა ნოე ჟორდანიას შესახებაც უკვე ინფორმაციები გახდა ერთმანეთთან აი ეს უნდა მეკითხა რაღაცა სხვადასხვა იყოფა აზრი შეიძლება ითქვას ჩემში გაიყო იცი ხო და აი ეს მაინტერესებს მე რაღაცა აი როცა უკვე გავწდი ყმაწვილ კაცობის იმ ასაკს და შევედით უფრო სიღრმეებში წავედი თქვა რამდენად ახლა ძალიან ადვილია საუბარი მაგალითად ნოეს გადაწყვეტილებაზე რატომ დატოვა თბილისი და რატომ ჩააბარა საქართველოს მტერს აქეთ ამ პოზიციიდან 21 საუკუნის 20-იანი წლებიდან ძალიან მარტივი სასაუბროა ეხა 100 წლის წინანდელი ამბები ასევე მარტივი გასაქილიკებელია ვიღაცა ბევრ წიგ წანაკითხებისთვის მაგალითად ერეკლე მეფის გადაწყვეტილება 1793 წელს მაგრამ შენ თუ გინდა რეალობა გაიგო შენი თავი იმ ეპოქაში უნდა გადასვა და იმ ეპოქაში უნდა ჩაჯდე ეს არ არის ძალიან რთული ამის მონდომებაა მარტი არც დროში მოგზაურობის მანქანა გჭირდება არ უბრალოდ მოინდომე და წარმოიდგინო იმ ეპოქაში როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა ის ხალხი შენ და მე უკვე რაღაცებს გაამართლებ რაღაცებს არ გაამართლებ ნოე ჟორდანიასაც კი ხო აი ესეთი მიდგომა აღმოუჩინა იმიტომ რაღაცებში შეიძლება და მისი გამართლება რაღაცებში არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ რო ვახსენეთ და მაზრიაშვილმა ხო ბოლომდე იბრძოლა ბოლომდე იბრძოლა და არ დაგავიწყდეთ მე ჩემო ნატუკა ეს ანექსიის შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ ყავდა კაცი ადამიანი რომელმაც მაინც გააგრძელა ჩამოვიდა იქიდან წავიდა მთებში თიანეთში და გააგრძელა ბრძოლა ეს იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი რომელმაც მომზადება დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და 24 წლის აგვისტოში ჭიათურიდან დაიწყო სხვათა შორის ის რა ქვია იმას სხვათა შორის აი ენა არ მიბრუნდება ხოლმე მაგრამ ისევ ქართველის ღალატით
კი. მაშინ ჩეკამ, ხო, ნუ აი სამწუხაროდ ფაქტია, მაგრამ ხო ხდები ძალიან მიჭირს. ძალიან რთულია რა. ამის აღიარება. ფაქტი, იცი რა მაინტერესებს მაპატირო გაწყვეტე. აი ზუსტად აი ამ მასალებში რას ნახულობდი ის რომ არ იყოს სწორად მოწოდებული იმ პერიოდში, რა იყო ტყუილი, რა იყო სიმართლე, რამ გაგაკვირვა. აი ძალიან მაგარი კითხვა, რამ ძალიან გამიკვირდა ჩვენ ყველას გვახსოვს სეფთიმე თაყაიშვილი. ვიცით მისი დამსახურება. კი ბატონო. კაცი, რომელმაც მართლა შეინახა, მაგრამ ვიღაცას გონია რომ მთელი საგანძური არა სამწუხაროდ. აი ეს არც ამაზე მიბრუნდება ენაპირში, მაგრამ უნდა ვთქვა ესეც. ის მთელ საგანძური იყო რამდენიმე ყუთზე, ხო, ბევრი რამდენიმე გულის ხო 30-ზე მეტი ყუთი, სადაც ჩაიდო საგანძური, ხო, რომელიც წაიღო. ამ საგანძურის ნაწილი საქართველოს თავრობამ, ნოე ჟორდანიას თავრობამ, იქ ყველა მიწის ლევილის მამულები იყიდეს, კი არ უჩუქებია, ფრანგებმა კი არ გვაჩუქეს კაცოებს და კაი თვალების დავი დაჩაგრულები ხარ და ჩვენ ევროპელები გაჩუქებთ ამას, ეგრე არ ყოფილა. ჩვენ ვიყიდეთ ეს ყველაფერი და ჩვენია ის ლევილის მამულები და ნაყიდია ჩვენი ფულით, რომელიც წაიღო აქედან ჟორდანიას მთავრობა. მე სამწუხაროდ ძალიან ბევრი ინფორმაცია იმაზე, როგორ ის ჟარგონი არ მინდა გამოვიყენო, როგორ ცუდად იხარჯებოდა ამ ყუთებიდან რაღაცა ნაწილი იმ ჩვენი საგანძურის რა, ძალიან ცუდად იხარჯებოდა და იფლანგებოდა, მოდი ასე ვთქვა. კი, მართლა აი სწორი შენიშვნა იყო, მაინც არ წამიცდა ენა, მაგრამ ფაქტი ეგრეა რა, ეგრეა, კი, იფლანგებოდა, კი ბატონო. ექვთიმეს დამსახურება სწორედ ეს იყო, ამ გაფლანგულს იქით აგროვებდა, იქით ცდილობდა ამ ყველაფერს და სხვაშორის ჩვენმა მეგობარმა ნიკუშა ხომასურიძემ გადაიღო ფილმი ამის შესახებ და იქ ძალიან ბევრი ისტორიული დოკუმენტია შესული ექვთიმე. და აი ეს ექვთიმეს დამსახურება იყო, მაგრამ ისიც კი ექვთიმე რო დაბრუნდა საქართველოში და განძი ჩამოიტანა, ვისი დამსახურება იცის საზოგადოება, ვერც კი წარმოიდგენს საზოგადოების ნაწილი მისი დამსახურება ექვთიმეს დაბრუნება საქართველოში. იოსებ ბესარიძე სტალინის. სტალინი იყო ის კაცი, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია. ხო, ეს ფაქტი, სტალინი იყო ის კაცი, რომელმაც ექვთიმე დეგოლთან ერთად, დეგოლი დაჭერილი ყავდა სტალინს ესე სტალინს მთელი სოფლიო ყავდა დაჭერილი ხანზე და ერთ-ერთი დეგოლი იყო, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია და ექვთიმემ დააბრუნა ეს განძი საქართველოში. ეს არის ხო, აი ხო ინფორმაცია რაც შენ მითხარი, მე მართლა ძალიან გამიკვირდა. ფაქტი, ჩვეულებრივი ფაქტი, აი ეს ფაქტი არის ხო, რომელიც იგივე გაგიკვირდა ძალიან. გამიკვირდა, იმიტომ მთელ ცხოვრება სტალინს იმას ვესროდი, რა ქვია, ქვევს ბავშვობაში. ეს არის დადასტურებული ინფორმაცია. არქივებში არის. ხეთ პირდაპირ ეთერში ვერ მიტყვი ამას ტყუილს და რაღაცას. ეს ნამდვილი ამბავია და მთელი ისტორიაა და მთელი ციკლი გავაკეთე მე გადაცემების ამაზე სტალინის შესახებ და ეს ისი როგორ გამიკვირდა, გამეხარდა, მესიამოვნა, ყველაფერი აი. კი, ყველაფერი ერთად. ყველაფერი, იმიტომ რომ მაინც ქართულმა სისხლმა იმზადა და ეს ხო ქაკუცაზე გადავიდა. ის ღალატი რაც მოხდა აგვისტოში, როგორ იყო იცი, შეთანხმებული იყო ბრძოლის აჯანყების დაწყება და ჩეკას თავისი რასაც ვერ დაუკარგავ, ჩეკას ყავს საუკეთესო აგენტები დღეს კგბ-ს ასე ვთქვათ რა, მართლა მაგარი აგენტები ყავს და ისე უღალატ, ისე აღალატებინეს ერთმანეთზე ამ ქართველებს და 30 კაცი ყავდა მხოლოდ ქაკუცას თავისი ერთგული ჯარი. შეფი სულთან რაზმს რო ეძახდნენ, ეს იყო ქაკუცას როგორ მოდი რა, ხო, აი მართლა ყველაზე ერთგული ტიპები რა, 30 კაცი, რომელსაც ენდობოდა ბრმად, მაგრამ იმ 30 კაცს ხო ვერ მოაწყობდა ახლა აჯანყებას. ჩართული იყო მთელი საქართველო. არა შეთანხმებულად დაიწყო ეს ზოგმა ადრე ზოგმა იქ და აი ამ ღალატმა ჩააგდო ის აჯანყება და ქაკუცას ისევ გაქცევა მოუწია სამწუხაროდ და რატომ არავის დაბადებია შეკითხვა რატომ არის ქაკუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს ეროვნული გმირის სტატუსის მქონე და არ არის საქართველოს ερოვნული გმირის სტატუსის მქონე ნოე ჟორდანია რატო? აი იმიტომ რომ ზუსტად ეგ გვაინტერესებს, იმიტომ ხარ შენ ძალიან საინტერესო რესპონდენტი და ძალიან საინტერესო ადამიანი. სხვაშორის სოციალ-დემოკრატებს აი ვისაც წარმოადგენდა ნოე ჟორდანია იმ შემთხვევაში ჰქონდათ ცოტა სხვანაირი მიდგომები რაღაც საქართველოს კი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ასეთი აბრევიატურა იყო 26 მაისს და პირველ სასახლეში ამას მოაწერეს ხელი თავის შენკელიდან დაწყებული ყველა ხო გახსოვს ის ჩვენ ამაზე აქტი ხო ის დამოუკიდებლობის აქტი რომელთაც ყველა ვამაყობთ. მაგრამ რაღაცები ქონდა რა თავისი ეპოქისთვის მიუღებელი თუ მისაღები ამას 100 წელი კი ვერ ეყოფა 107 წელან თქვი სტენდაპში ხო შეიძლება უფრო მეტი ამ ყველა იმიტომ რომ არის არქივები რომელიც კიდე უნდა გაიხსნას რომელსაც შენ გახსნა და ანუ კვლევა გრძელდება და გრძელდება მეც ალბათ და უფრო სახელმწიფო უნდა გახსნას მაგრამ იმ არქივებში ისეთ რაღაცებს ნახავთ ვიღაცებზე წაგვიხდება შთაბეჭდილება ჩემო ნატუკა იცი რატო ჩვენო დღეს ავტორიტეტებად ყავს ბევრი მათგანი ზოგიერთ ხელოვანი
ზოგიერთი მწერალი, ზოგიერთი მსახიობი ჩემნა თუკა. ხო. ბევრზე წაგვიხდება შთაბეჭდილება, იმიტომ რომ არსებობს რაღაცები, რაზეც ღირს საუბარი და რაზეც ღირს საუბარი 100 წლის მერე. ეს მსოფლიო პრაქტიკა 100 წლის მერე. თაობა შეიძლება სამთავობა თუ რაღაცა და მე უნდა გაიხსნას. პასუხისმგებლობას რომ ვეღარ დაანიჭებ შვილი რა შუაში, მამამ რაღაც დააშავა, ეს თემა რა. თუმცა მე ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს. აუცილებლად. ამას ლუსტრაციას ეძახიან კანონის ენაზე. აი აქ კაკუცასაც და ნოე ჟორდანიას თემასთან დაკავშირებით მე აი ძალიან კომპეტენტურად აიხსნება კითხვა რომ აღარ გახდება საჭირო რომ დაისვას რატომ გახდა კაკუცა ეროვნული გმირი კაკუცა იყო ვაშკაცი მეომარი კაცი ნოე ჟორდანია დიპლომატი იყო რა თქმა უნდა მას არ ევალებოდა ხმლის ქნება და რაღაცა იარაღით ცირბილი ხო მას მეთაურობა მაგრამ ის წასვლის მომენტი თბილისიდან გასვლა აკორჯონიკიძის და მისნაირი მოღალატების შემოსვლა წინადობის გაწევის საშუალება ჩაბარება ნახეთ უახლოეს საქართველოს ისტორია გაიხსენეთ 2008 წლის რაღაც ტერიტორიების ჩაბარება უომრად მაზიანშვილის ბიჭებმა იბრძოლეს იცი როგორც შინდისის მეომრებმა იბრძოლეს ისე ბოლო ტყვიამდე ისე იომეს და ჩვენს აფხაზეთში რომ მე ჩემი ორის თვალით მაგ ნანახი ბიჭები როგორ ომობდნენ და ეს 10 ჯერ იცი რომ შედიხარ ერთ სოფელში და 10 ჯერ აბა უკან გამო რასკა უკან გამოდი აი რა ხდება მაგრამ ვერ გავიგე ნატკო მე ვარ მომსწრე ამის აი აჩადარა დრანდა აიღე ხო ეს აფხაზეთის სოფლები რომ შეხვედი კაცო დაგეჭრა 10 კაცი დაგეჭრა გარდაგე და დაიკავე პოზიციები გაამაგრე სოფლის ბოლოს შემდეგი სოფლის ასაღებად უნდა მოემზო და ბრახტა უცებ მოდის ბძანება ვისგან მოდის ბძანება დღემდე ვერ გაირკვა დაიხიეთ უკან დატოვეთ სოფელი რას ქვია დატოვე სოფელი აღებული გასხერპლი გაღებული ეს არის ის რასაც ჭირდება დრო რა ის 100 წელი ნატკო მაგრამ ყველა სახელი და გვარი ცნობილია. მეც შეიძლება ვიცი რაღაცები, მაგრამ მე რო ვთქვა, უნდა დავამტკიცო მაშინ. ეხლა იმას რომ სტალინმა ჩამოიყვანა ექვთიმე, ამას დავამტკიცებ, იმიტომ რომ ამას ვერ დავამტკიცებ. ჯერ გარდა იმისა, რომ ჩემ ლამაზ თვალების გულისთვის დაიჯერეთ, რომ არა, დოკუმენტები არსებობს, ოდესაც საუბრობ, შენი კვლევები, შენივე დოკუმენტები და იგივე აი ნახე საქართველოს აი ბედი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ზვიად გამსახურდიასი, რომელმაც აღადგინა და ამაზედაც არის ხოთე შორი ძალიან ხშირად ამბობენ რომ აი ზვიად გამსახურდიას დროს მოხდა საქართველოს ასე ვთქვა დამოუკიდებლობა ხო აი ამაზედაც არის ძალიან ხშირად ორი დეფინიცია ეს რა ზვიად გამსახურდიას არაფერი არ დაუარს არ იმას უქნია კაცო როლს კი არ ვაკნინე როგორ მოსულელია მაგრამ ფაქტები სხვა ზვიად გამსახურდიას პერიოდში აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ისე როგორც მაგალითად ბატონ ზვიაც ბჭყალებში აბრალებენ დედის დღის დაარსებას 3 მარტის, არ არის ეს. დედის დღე დაარსა საქართველოს დემოგრაფიულმა საზოგადოებამ, რომელიც არსებობდა იმ პერიოდში. ზვიად გამსახურდიას დროს მოაწერა უზენაესმა საბჭომ ხელი ამ ყველაფერს. ანუ ეს არის ფაქტი. და რაც შეეხება ბატონი ზვიადის აი 91 წლის 9 აპრილის აქტს, რომელიც შემუშავდა 2018 წლის აქტის საფუძველზე, ეს იყო აღდგენა. ზვიადზე ნაკლებად მეტად ვინიცოდა ახლა ხო ამ ისტორია. არ დაგავიწყესო საქართველოს ეროვნული გმირი, აი ამ სტატუსი ძალიან აი როგორც სტატუსი, სახელმწიფო სტატუსია ეგ. საქართველოს ეროვნული გმირი როგორც გიორგი საქანწუხელიძეს ხო? კაკუცას, ჩოლოყაშვილს. არა აქვს ბევრს ეს სტატუსი, სახელმწიფო სტატუსი. მერაბ კოსტავა. კაცი, რომელიც აი როგორი სიმბოლური დამთხევა დაიბადა 1000 რამშობა 26 მაისს. კი. ხო? აი პიროვნულად ეს კაცი იყო იგი მოკლეს 1999 წლის 13 ოქტომბერს. სოფელ ბორითთან, ხო? 1999 წლის 13 ოქტომბერს და მანამდე მე მქონდა მასთან ურთიერთობის საშუალება ზვიადთანაც და იმას ჩემი ბავშვობის მინა გამომდინარე დროშის ქნევით დაწყებული. ხო და იცი როგორ არის? აი კიდე ერთ ფაქტს გეტყვი. აბა ან გამარჯვება ან და სიკვდილი ვისი სიტყვებია? ვის სიტყვებია? ხო ამბობენ რომ ყველა მიცის რომ ეს არის მერაბ კოსტავას სიტყვები. ეს არ არის მერაბ კოსტავას სიტყვები. ეს არის კაკუცა ჩოლოყაშვილის სიტყვები. თავად მერაბმა ეს სიტყვები რომელიც არის სიმბოლო აი მთელი ქართული მეომრული ვაშკაცური არის ყველაფრის გამოიყენა კაკუცა ჩოლოყაშვილის გაფიცულთა რაზმის იმ ტრაქტატიდან რომელიც დაიწერა 1924 წლის აგვისტოში როცა დაიწყო საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობა. ბესო იცი რა მაინტერესებს აი რა არის ის მთავარი რაც განსაზღვრავს ქვეყნის თვითყოფადობას და დამოუკიდებლობას? შენი აზრი მაინტერესებს. წარსულის დაფასება
წარსულის გადაფასება შედის ამ დაფასება გადასფასება, იმიტომ გადაფასების შემდეგ რაღაცას დააფასებ, რაღაცას ანუ ამას ქართულ ენაზე კიდევ ერთხელ გეტყვი ქვია ლუსტრაცია. ეს აუცილებლად მერე აწმყოში ბრძოლა ყველა ფრონტზე. ბრძოლაში მას არ გულისხმობ კაცო ავტომატურად ბავშვი რო ცეკვავს სცენაზე ეგ ბრძოლა შენ რო მაგ ზიხარ და სცენაზე რო დგახარ და თამაშობ ეგ შენი ბრძოლა აი ოპერატორები რო დგანა ბიჭები რო დგანა იქ საეთეროში ეს ბრძოლა ეს ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია კი ბატონო ეს არის აწმყოში და ეს არის გარანტია ნათელი მომავლისა ანუ რა ყველამ თავის საქმე აკეთოს აი ეს აწყო შობილი წარსულისაგან შობელი არის მომავალისა თუ დაგავიწყებენ წარსულს რასაც ძალიან ჩალიჩობენ იმიტომ რომ ეს არის ქართველის განადგურების საუკეთესო პირველი კი ბატონო საუკეთესო შენ წარმოედგინე რომ ქართველი რაღაცა 2 მილიონი ვართ ხო ეთნიკური არც კი ვართ მე მგონი სამწუხაროდ 2 მილიონი ეთნიკური ჩვენ რო იყო 20 მილიონი ქართველი დედამიწა ჩავდით რა მაგარი არ იქნება მაგარია არა მაგარი იქნება იმიტომ ჩვენ ასე დაგვიწესა ღმერთმა ნატუკა რომ ცოტადი და კარგები უნდა ვიყო ის დათქვამი რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ტყუილი კი არ არის მაგრები ვართ სამწუხაროდ ყველაფერში ეს ხო ქართველების დათქვამია რაც მაგრები ვართ ქართველები მაგრამ აქ მე ვამატებ სამწუხაროდ ყველაფერში ბესო უღრმესი მადლობა შენთან საუბარი ძალიან საინტერესოა არასდროს არ მოგბეზდება სულ მინდა მაგრამ სამწუხაროდ საეთერო დრო ცოტა გვაქვს ეხლა ცოტა ხნით გავიქცეთ სარეკლამო ჭრაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდები ძალიან კარგი სტუმრით ბესო მადლობა მადლობა თქვენ კიდევ